მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ მიზნებზე. მოდით ჩაიფიქრეთ ნებისმიერი მიზანი, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ და ვნახოთ 3 თვის ვადაზე. შესაძლოა სრულად აღწევთ, შესაძლებელია ცოტა დროში იშლება თქვენი მიზანი, მაგრამ სწორ გზაზე ხართ და სწორად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ. ვნახოთ ამჟამინდელი თქვენი პოტენციალი და შეგვიძლია ისიც ვნახოთ ხელს გიშლით თუ არა რამე თქვენი მიზნის მიღწევაში. ან ვინმე. მაშასადამე ვარიანტი გვექნება 2. ახლა დაფიქრდით თქვენს მიზანზე და მე თქვენთვის შევეცდები წავიკითხო ინფორმაცია, რომელიც თქვენ ასე ძალიან გაინტერესებთ. სიმბიოზი და უკავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ძვირფასებო, რაც ნიშნავს იმას, რომ მადლიერების ფორმა პირადად ჩემთვის თქვენი ლაიქები, თქვენი კომენტარები, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი მადლობა მათ, ვინც იზიარებთ ჩემს საჯარო კაშლებს. ვნახოთ თქვენი ენერგიები თქვენი მიზნისთვის ახლა. როგორ ენერგიებში ხართ? ვარიანტი პირველი და ვარიანტი მეორე. დამელოდეთ, ეს ჯობს ამ ფოკუსით. პირველი ვარიანტი ისეთი მზე გვექნება და მეორე ვარიანტი სპირალი. იფიქრეთ თქვენს მიზანზე და ჩვენ ვნახავთ 3 თვის ვადაზე მიაღწევთ თუ არა თქვენს მიზანს, მიუახლოვდებით, ან იქნება არის ხელი შემშლელი ფაქტორები, ვიმსჯელოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ გვერდი მზის ადამიანი, ისევე როგორც YouTube არხი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ გამომყვეთ, ნინო ლეჟავა, ასე ქვია ჩემს YouTube არხს, მხოლოდ ფუნქციონირებს საჯარო გაშლების და შემეცნებითი პოსტების ფორმატში. რაც შეეხება პრაქტიკულ, მაგიურ, ეზოთერულ შემეცნებით ინფორმაციას, სამუშაოებს და სხვა მრავალ საინტერესო წლებით ნაგროვებ და თქვენამდე მოტანილ სამყაროს მე უკვე ვუზიარებ ჩემს მსმენელს დახურულ ჯგუფში მზის გარე. ჯგუფი ფასიანია და ყველას მოგთხოვთ, რომ არ წაართვათ დრო ადმინებს ცარიელი საუბრებით. და კიდევ გაშღერთა რამოდენიმე ჯერ კითხვა, ერთჯერადად ხდება გადახდა ჯგუფში თუ ყოველთვიურად. ასეთ კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთი, ვფიქრობ ძალიან უცნაური კითხვა, მაგრამ ჩემი პასუხი ასეთია. თქვენ როდესაც მუშაობთ, მხოლოდ პირველ თვეს იღებთ ანაზღაურებას. ესეც ჩემი პასუხი. კარგით, მეგობრებო. იმედია ყველამ აირჩიეთ თქვენი ვარიანტი. მე გივიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, მოდით ვნახოთ თქვენი ენერგიები ახლა. პენტაკლების დედოფალი. თქვენ ამ სამყაროში უკვე მოიტანეთ თქვენი შედეგი. თქვენ პენტაკლების დედოფლების ენერგიებში სხვაგვარად ვერ გაიზრდებოდით, რადგან იყო პენტაკლების დედოფალი ნიშნავს იმას, რომ გქონდეს საკმაოდ დიდი გამოცდილება შენს ცხოვრებაში, შენ ზურგს უკან. თქვენი ენერგია ახლა უფრო მეტად შემნახველია, უფრო მეტად მიმღებია და უფრო მეტად ინახავთ გარკვეულ პროცესებს, ვიდრე უშვებთ გარეთ, ხო? როგორც მაგალითად ამას აკეთებს კვერთხების დედოფალი, არა თქვენ ყველაფერს შიგნით აგროვებთ. და ძალიან სწორს აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენი მიზანიც ამ ყველაფერთან ერთად იზრდება. თქვენი მიზნისთვის არჩეული გზა, რომელი გზითაც მიდიხართ და ის ენერგია, რომელ ენერგიაშიც ახლა თქვენ ხართ, მიესადაგება და აბსოლუტურად სწორად
აჩვენებს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზას. თქვენი პრაგმატულობა, თქვენი აზროვნება, თქვენი სიდინჯე, სხვათა შორის, თქვენი ერთგულება, თქვენი კონკრეტული მიზნისა, რასაც ესე მსახურებით და გინდათ რომ მიაღწიოთ. და თქვენი კონცენტრაცია ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგ, სწორ ჯანსაღ და საჭირო ენერგიებში ხართ, იმისთვის რომ თქვენს ჩანაფიქრს მიაღწიოთ. ახლა კი ვნახოთ, 3 თვის ვადაზე მიიღებთ თუ არა. შედეგს მიაღწევთ თუ არა მიზანს. და ხელისშემშლელი ფაქტორი რა შეიძლება იყოს? ხელისშემშლელი ფაქტორი ცალკე გვერდზე გადავდოთ, იმიტომ რომ საჭიროა ხელისშემშლელი ფაქტორების განხილვაც ხომ ასეა. მიაღწევთ თუ არა 3 თვის ვადაზე ჩაფიქრებულ მიზანს. საიდან მოდის? მე თავში ვახსენე ის, რომ თქვენი ენერგიები არის საკმაოდ კონცენტრირებული, საკმაოდ შეკრული, საკმაოდ შემნახველი, მაგრამ აქ მაჩვენებს, რომ თქვენი მიზნისკენ სწრაფვა შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონოთ. მე აქ რას გირჩევდით, იცით, რომ მე ვახსენე აქ გახსოვთ კვერთხების დედოფალი ვახსენე და გითხარით, რომ თქვენ არ ხართ აქტიურად გამომტანი ენერგიის აქ არით, როგორც კვერთხების დედოფალი, რადგან პენტაკლების დედოფლის ენერგიაში ხართ. როგორც კი გამოდიხართ კვერთხების დედოფლის ენერგიაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ენერგია იწყებს სხვა ადამიანების სურვილების და მიზნების შესრულებას, ეს როგორც მინიმუმ. ან ასევე შესაძლებელია ეს იყოს ის, რომ თქვენი გარეთ გამოტანილი ინფორმაცია, თქვენი გარეთ გამოტანილი წარმატების მდგომარეობა აქ შესაძლებელია ვიღაცებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყოს. ანუ არ სლენგს გამოვიყენებ, არ ვტრიპაჩობთ ჩვენი მიზნისკენ მიმავალი წარმატების გზების დემონსტრირებით. იმიტომ რომ აქ როგორც კი თქვენი წარმატების ფორმულა ხდება საჯარო, ისედაც ჯერ ბევრი თვალები გიყურებთ მარჯვნივ მარცხნიდან, წინიდან, უკნიდან, ხო როგორც იტყვი. კიდევ თუ ამას საჯაროდ გამოიტანთ, თქვენ გააღიზიანებთ ადამიანებს. და აქ არიან ადამიანები, რომლებიც ღიზიანდებიან თქვენი წარმატებით. და თან მით უმეტეს თუ ამას ხმამაღლა და დემონსტრაციულად აკეთებთ. თუმცა აქ არის ერთი მომენტი. თქვენ შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ თქვენ ამას ხმამაღლა და დემონსტრაციულად არ აკეთებთ, მაგრამ მეორე ვარიანტი არის აქ, რომ კონკრეტული ხმლების კვერთხების დედოფლისგან შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი წარმოვიდეს, ანუ კონკრეტული ქალი, რომელიც ხელს უშლის თქვენი რაღაცა ეპიზოდი, ხელს უშლის თქვენი სურვილების ასრულებას და რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება შემდეგში. პროვოკაციაზე წამოგება, თქვენი გაუფასურება, თქვენგან რაღაცა რესურსის მიღება, თქვენ უარსეუბნებით და მერე ადამიანი იწყებს თქვენს დანამუსებას, როგორ არ გესმით, როგორი ცუდი ხართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თითქოს სხვა ადამიანი ეჭრება თქვენი სურვილის ასრულების დინამიკას ძალიან ნეგატიურად. და ეს უნდა გაითვალისწინოთ. აქ ორი ვარიანტია.
პირველი ან თქვენი დემონსტრაცია შესაძლებელია გახდეს ვინმესთვის გამაღიზიანებელი და შეგიშალონ ხელი, ან ეს არის კონკრეტული ქალი, რომელიც შემოდის ამ სურვილის მიღების პროცესში და საკმაოდ დესტრუქციულ და ნეგატიურ როლს თამაშობს გარკვეული ეპიზოდი თქვენი სურვილების ასრულებაში. და აქ გაფრთხილება არის შემდეგი. კვარტხების პაჟი. შეიძლება ვერ შეაფასოთ სათანადოდ ის საფრთხე, რომელიც მე ახლა დავასახელე. ეს როგორც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გაფრთხილება და მეორე გაფრთხილება. არის აქ საშიშროება, რომ თქვენი ენერგიები არ წავა იქით, სადაც საჭიროა. გამიგეთ ხომ? ამიტომ თქვენი აი ახლა ამ მომენტში რაც გაქვთ სტრატეგია, გეგმა, როგორც თქვენ მიდიხართ ხო თქვენი სურვილის ასრულებისკენ და თქვენი მიზნის მისაღწევად არის აი ამ მომენტში ძალიან კარგი, ესეთი დაკონსერვებული, კარგი, ესეთი სუყე გემრიელი ენერგია, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ განმოვარდები, აქ არის შემდეგი ხელისშემშლელი ფაქტორები. ეს ან თქვენ ხართ, რომელიც ვთქვათ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დემონსტრაციულ, შეიძლება არც ჩათვალოთ, რომ ეს არის დემონსტრაცია, უთხრეთ ისეთ ადამიანს, რომელიც თვალები აქვს გადმოყლეფილი, იმიტომ რომ ერთი სული აქვს, როდის განიცდით გარკვეულ წარუმატებლობას თქვენ საქმეში, ხო? რა ვიცი, ადამიანს ესაუბრებით ახალ რემონტზე, ახალ შენაძენზე, ახალ კარგ. გონიათ, რომ მეგობარია და ამ დროს ყოველი თქვენი წარმატება მას ძალიან ბუღმავს. მიხვდით ხო და მე პირადად შეგრძნება მაქვს, რომ ამ ადამიანს თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და შესაძლოა საკმაოდ ახლოცაც გყავდეთ, მიხვდით ხო? ხანდახან ესეთი ადამიანები აი წარმოუდგენლები არიან ჩვენს გონებაში, როგორ შეიძლება, რო არც დავუშვებთ ხოლმე ხანდახან, აი იმდენად ახლობლად მიგვაჩნია, ხო? მაგრამ დააკვირდით ხო ასეთ ადამიანებთან წარმატებას გაუზიარებ და მეორე დღეს რაღაცა ფუჭდება, საყვარელი კაბა გეხევათ, საბურავი გეშვებათ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აქ არის გაფრთხილება, რომ არ ზედმეტად ნუ გამოიტან, ზედმეტად კი არა, საერთოდ სანამ არ გადახტებით, არ თქვათ ხო, ანუ სანამ არ მიიღებთ მიზანს, არ არის საჭირო ეს იცოდეს ბევრმა ადამიანმა. ენას დავაჭიროთ კბილი. ეს ამნიშნულოვანია. და მეორე ვარიანტი არის ის, რომ აი კონკრეტული ადამიანი შეიძლება გამოეჭხიროს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენი სურვილის ასრულების პროცესში თავისი დესტრუქციული, ნეგატიური რაღაცა ენერგიით, რომელსაც თქვენი დამხობა, თქვენი წაგება, თქვენი განადგურება, თქვენთვის ძალიან ესეთი ცუდი და ნეგატიური რამ სურს, ხო? უნდა რომ გზას აგაცდინოთ, ანუ თქვენი გზა, რელსი, რაზეც თქვენ დგახართ და ეს რელსი ძალიან სწორია, გადმოგსვათ ამ რელსიდან. სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს აგრესია, ეს შეიძლება იყოს ზრუნვას ამოფარებული აგრესია, ხო? შიშის ჩანერგვა, ვიღაცის მაგალითებით მსჯელობა, რომ ვიღაცას ვთქვათ, თქვენი სიტუაცია ქონდა თქვენაირი და არ გაუმართლა. ანუ ადამიანი ცდილობს, რომ თქვენში შემოიტანოს გაურება, თქვენში შემოიტანოს რწმენის ნაკლებობა. მიხვდით ხომ იმისა, რასაც აკეთებთ. და აქ არის ძალიან დიდი ალბათობა, რომ ეს შესაძლებელია გამოუვიდეს. კი, თქვენ აღიდგენთ ბალანს, კი, თქვენ აღიდგენთ თქვენს წონასწორობას, მაგრამ გვარიან დიდ ენერგიას ეს ადამიანი წაგართმევთ. და უმეტესწილად ეს იქნება ქალი. ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესწილად ეს იქნება ქალი. და გაფრთხილებაც ამაში მდგომარეობს. შენ სწორად მიდიხარ, შენ კარგად მიდიხარ, მაგრამ დაიმახსოვრე, შეიძლება რაღაცეები სერიოზულად არ აღიქვა, ან ვიღაცეები შენს ირგვლივ, ხო? მოიცა კაცო, ერთს დავეხმარები, ან ერთს გავაჟღერებ, კაცო, რა მოხდა, ხო? ან ერთს იმას ვიზამ, ხო, ეხლა რა უჭირს, ხო? ანუ ვერ შეფასება სათანადოდ იმ საფრთხისა, რომელიც შესაძლებელია თქვენს რეალობაში და თქვენს სიტუაციაში ძალიან დიდი გაფუჭება მოახდინოს თქვენი, ვთქვათ, იმ სწორი გზისა, რომელსაც თქვენ დგახართ. გამიგეთ ხომ? არ შეაფასოთ სათანადოდ.
თქვენ გაფრთხილებენ, რომ ყველაფერი ამ სურვილის ირგვლივ უნდა იყოს შემოწმებული სათანადო, დაწყებული ადამიანებით, დამთავრებული დოკუმენტებით და ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რაც ამ სურვილის ასრულებისთვის გჭირდებათ. იმიტომ რომ ნახეთ, სურვილი უკვე ჩასახულია, სურვილი უკვე სულ ჩადგმულია. თქვენ სწორ გზაზე ხართ, მაგრამ ხელისშემშლელი ფაქტორები საკმაოდ მკაფიოდ გაგდებენ თქვენი სწორი რელსებიდან. კარგით, კიდევ ერთი არკანით ვიკითხავ, მიაღწევს მიზანს 3 თვის ვადაზე. ჩაფიქრებული ადამიანი. არკანის სამყარო, მიაღწევთ. და კიდევ ერთხელ განმარტები, თუ გაითვალისწინებთ იმას, რაზეც მე ხლა თქვენ გესაუბრეთ, თქვენ მიაღწევთ სასურველ სურვილს, ან სურვილის მიზნის 90%-ს მაინც მიიღებთ შედეგად, თუ კი გაითვალისწინებთ იმას, რაზეც გესაუბრეთ. და მიიღებთ გაფრთხილებას. დაგემშვიდობებით, პირველი ვარიანტი შეხვედრამდე, ახლა კი გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი. სპირალი ვინც აერჩია. აბა ვნახოთ, თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა. პენტაკლების ტუზი, პენტაკლების დედოფალი იყო პირველი ვარიანტი. ზუსტად იგივე შემიძლია თქვა, რაც უთხარი პირველ ვარიანტს, იმიტომ რომ მეკობრობთ პირველ ვარიანტთან. თქვენი მიზნის ასრულების სწორ გზაზე ხართ. თქვენი მიზნის ასრულების იცით როგორ ხართ, თქვენ ხართ ორი ხელით ჩახუტებული მიგაქვთ ეს თქვენი სურვილი, როგორც მანათობელი სფერო, რომელშიც თქვენი სურვილია და რაღაც სურვილი კონკრეტულ ადგილამდე უნდა მიიტანოთ. ჩახუტებული გაქვთ, რომ არავინ არ წაგართვათ, არავინ არ გაგიტეხოთ შემთხვევით, ხომ? და სწორია, თქვენ გეჭიროთ, არავის არ მისცეთ და მაქსიმალურად ჩაიხუტეთ გულში. თქვენ სამყარომ ახლა ხელებში ჩაგიდოთ ეს თქვენი ენერგიის ფორმა მოგცა ზუსტად ასე, აი ამ ოქროსფერი, მანათობელი, ბურთულა სფერა, ენერგია. შეგიძლიათ რაიმე მსგავსი, თქვათ, ინტერესიანების მიერ მოძებნოთ და გადმოიწეროთ. რა ვიცი, ხელოვნურ ინტელექტს დაახატინეთ, ხო? ოქროსფერი სფერა, რომელიც ხელის გულებში გიჭირავთ ოქროსფერი ენერგია და შეგიძლიათ, რა ვიცი, ეკრანზე დააყენოთ, ან ამობეჭდოთ, ან რაღაცა სულ, ან შიდა დაბლოკვის ეკრანზე შიდა ეკრანზე დააყენოთ, ხო? თქვა თუ სხვა რამე გიყენეთ ეკრანზე და არ გინდათ, რომ აი სულ ავტომატურად თქვენი ყურადღება და ფოკუსი მიდიოდეს თქვენი სურვილის ასრულებისკენ და იმ სურვილის ფორმისკენ, რომელიც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ. ასრულდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი 3 თვის ვადაზე. ეს რატოა მოტრიალებული? მაგრამ რადგან ამოვიხე მე არკანს ვეღარ შევცვლი. ამიტომ დოსიკ სადაც დევს. ჩაფიქრებული მიზანის სურვილი ასრულდება თუ არა 3 თვის ვადაზე და რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი. მე შესაბამე ორიანი კვერთხი, ორიანი პენტაკლი, არკანი ძალა. ნახეთ რა შემიძლია გითხრათ, რა შეიძლება შეგიშალოთ ხელი. მე აქ არ მაჩვენებ სარანაირ ხელის შემშლელ ფაქტორს, გარდა იმისა, რომ პერიოდულად შეიძლება გარკვეულმა საკუთარ თავში მან შემოგიტიროთ, ხო, არ იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, საკუთარ ენერგიებში, რაღაც მომენტებში იკითხოთ, აი რა თმინდა, რისთვის ვწვალობ, ხო, აი რაღაცა ესეთი
პერიოდები ყველას გვაქვს ხოლმე, ხო, როდესაც რაღაცა მხრების ჩამოყრა გვინდება, ცხვირის ჩამოშვება გვინდება, ვიღაცის მკლავზე ვთქვათ, თავის მიდება და ქვითინი გვინდება, ხო, it's okay, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ დრამა ქვინობაში და დრამა კინგობაში გადახვალთ, რა თქმა უნდა, ხა, ტირილის თერაპია შეიძლება მერე, ხო, დრამის სცენად იქცეს, ამიტომ, ხო, დიდი ხანი გაჩერდებით ამ პოზიციაში, მაგრამ ნახეთ, ორიანი კვერთხები, ორიანი პენტაკლი, სარკე. სარკისებური, არ ვიცი, სარკე რამეს თუ გეუბნებათ, მაგრამ თქვენს ადგილზე ყოველდღე დავდგებოდი და ჩემი ყოველი დღის აფირმაცია, ჩემი ყოველი დღის ციტატა, ჩემი ყოველი დღის გამომხნევებელი სიტყვები იქნებოდა ის. შენ დღითი დღე და ყოველდღიურად უახლოვდები შენს სასურველ სურვილს. შენ დღითი დღე და ყოველდღიურად მიდიხარ შენი სურვილისკენ, შენი მიზნისკენ. შენი სურვილი შენ გეკუთვნის. აი სარკეში საკუთარ თავს უნდა უთხრათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სარკისებურად დაიბრუნოთ ის განწყობა და ის მდგომარეობა, რომელიც არ გაგცალოთ თქვენ ამ სურვილს აისრულებთ აუცილებლად. თქვენ ამ მიზანს მიიღებთ სამთვის ვადაში აუცილებლად. ანუ არ არის აქ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი გარდა დრამა სცენებისა, რომელიც პერიოდულად გადასარევად მუშაობს, ოღონდ დიდი ხანი არ უნდა გაკითხებთ, ხო? ტირილის თერაპია. ანუ და ნახეთ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, არც გაბედოთ და არც ერთი წამით არ იყოთ უმადური, არც სამყაროს და არც იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენს გვერდით არიან, შესაძლოა თქვენთვის არც თუ ისე მარტივ გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ადამიანი თქვენს ირგვლივ, ვინც კი რამეს გაძლევთ, ეს იქნება ემოცია თუ ნებისმიერი რესურსი, არავისთან არ დარჩერთ ვალში. ყოველთვის იყავით მადლიერი. სამყაროსიც, რა თქმა უნდა. პირველად სამყაროს წინაშე მადლიერებაზე ალბათ 7 წლის წინ დავიწყე საუბარი და გითხარით ჩემს მსმენელს, რომლებიც ვეტერანები მომყვებით დღემდე და დღემდე ვამბობ ამას, რომ ყველაზე უზენაესი საოცარი ვიბრაცია და ენერგია მადლიერება. ძალიან მაგარი შეგრძნება. მომენტალურად იგრძნობთ, როგორ გემატებათ ძალა, ენერგია, мотиваცია, სიხარული გინდა, ცხოვრება გინდა. სიხარული გეწვევა, ხო? მომენტალური სიხარული მოდის. სიხარული შეგრძნება. იმიტომ რომ გაიგეს იქ ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ გაიგო. სამყარო მარტო ზემოთ არ არის, ხო? მთლიანად სამყარო ჩვენი სახლია. ამიტომ აქ გეუბნებიან, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს თანადგომაზე უარი არ უთხრათ ადამიანებს და არა პარაზიტებს. იმიტომ რომ რაც უფრო სწორ თანადგომას გამოუხატავთ ადამიანებს, მით უფრო მოიახლოვთ თქვენს მიზანს. თუ არა მიზანს სამთვის ვადაზე. აბსოლუტურად იმპერატორი ქალი. და საქმე იმაშია, რომ თქვენი მიღწეული მიზნით, რომელსაც თქვენ მიაღწევთ, სხვა ადამიანებიც ბედნიერები იქნებიან. იმიტომ რომ ამ მიღწეული მიზნით თქვენ ხომ იზრდებით რესურსში, ენერგიაში, შესაძლებლობები იზრდება თქვენი ბევრად და ადამიანებიც იზრდებიან თქვენს გვერდით. თქვენ ხართ ძალიან ნოყიერი და ნაყოფიერი მიწა, რომელზედაც სწორი თესლი უნდა დაითესოს. გამიგეთ რას გეუბნები, სწორი მცენარე, სწორი თესლი უნდა დაითესოს. თორემ მიწა, ვთქვათ, ყველანაირ თესლს მიიღებს, ყველანაირ ენერგიას მიიღებს, ხო, ცუდსაც, კარგსაც, უარგისაც, კეთილსაც, ბოროტსაც, მაგრამ აი თქვენ ხართ ადამიანი, რასაც თესთ თქვენში, თუ ეს არის სიბრაზე,
სამყაროშიც 10 მაგ სიბრაზეს აფრქვევთ და სამყაროც 10 მაგ სიბრაზეს სარკისებურად გიბრუნებთ, ხო, მიზეზებს, რომ კიდევ უფრო მეტად გაბრაზდეთ. ამიტომ გეუბნებით, რომ რასაც დასთეს, ამიტომ გითხარით მადლიერება დათესეთ. მადლიერება დათესეთ. მადლობა ხშირად თქვით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თქვენი სურვილი პირველი ვარიანტის არ იყოს. მაგრამ პირველ ვარიანტს 90% მივეცით. თქვენ უფრო მეც მოგცემთ 99.9%-ს, რომ თქვენ თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. სისკარელებო მოგიკითხავთ. შეხვედრამდე და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.